2026 წლიდან ქვეყანაში რამდენიმე ახალი ცვლილება და რეგულაცია ამოქმედდა. გთავაზობთ ცვლილებებს, რომლებიც დღეიდან შევიდა ძალაში. 1 იანვრიდან გაიზარდა პენსია და 370 ლარი გახდა. 70 წელს ზემოთ პენსიონერები 495 ლარს მიიღებენ. რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებებს, იქ მცხოვრებისათვის ასაკობრივი პენსია შესაბამისი კატეგორიებისათვის იქნება 484 ლარი და 594 ლარი. 2026 წლის 1 იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები 10%-ით იზრდება. ამასთან იზრდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობების პირების თანამდებობრივი სარგოც. პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრება. ყველაზე მაღალი 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის სარგო, ყველაზე დაბალი კოეფიციენტით კი პარლამენტის წევრების ანაზღაურება. საბაზო თანამდებობრივი სარგოს მოცულობის გათვალისწინებით პრეზიდენტის ხელფასი თვეში 16,000 ლარი, წლიურად 192,000 ლარი იქნება. 16,000 ლარი იქნება ასევე პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები. წლიურად ეს თანხა 192,000 ლარს შეადგენს. მინისტრები თვიურად ხელფასის სახით მიიღებენ 13,600 ლარს, წლიურად ეს თანხა 163,200 ლარს შეადგენს. პარლამენტის წევრის ხელფასი თვეში 12,800 ლარი, წლიურად 153,600 ლარი იქნება. 2026 წლის 1 იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯერიმდებიან. უფრო კონკრეტულად ახალი წლიდან ძალაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმა შევიდა, რომლის მიხედვით ღამის საათებში, კერძოდ 23 საათიდან დილის 8 საათამდე დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს. რაც შეეხება სანქციას, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 200 ლარი იქნება, ხოლო შემდეგ ჯერზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება. 1 იანვრიდან მოქალაქეთა ნაწილს შეჩერებული მართვის მოწმობები აღუდგებათ. 2025 წლის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ მოქალაქეთა ნაწილს სხვადასხვა დარღვევის გამო შეჩერებული მართვის მოწმობა აღუდგებოდა. კერძოდ შეღავათი ვრცელდება მოქალაქეთა იმ კატეგორიაზე, ვისაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით შეჩერებული აქვთ მართვის უფლება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების ადგილის მიტოვებისათვის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ან მართვის მოწმობისათვის, მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვისათვის. 2026 წლის 1 იანვრიდან პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპებისა და გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება იკრძალება. მართალია რეგულაცია ძალაში დღეიდან შევა, თუმცა ბიზნეს ოპერატორებს მისი ამოყიდვისათვის გარდამავალი პერიოდი მიეცებათ. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან ერთჯერადი დანიშნულების პლასმასის ჭურჭლის მიმოქცევის აკრძალვასთან ერთად ფინანსური ჯარიმებიც წესდება. 2026 წლიდან ამოქმედდა შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით ახალი კანონი. შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა 2025 წლის ივნისში მიიღო, 2026 წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ ეტაპზე ცხოველის მეპატრონე ვალდებულია. ცხოველის ავადობის შემთხვევაში ის გადაიყვანოს ვეტერინარულ დაწესებულებაში. დაკბენა, დაკაწვრა, დადორბლის შემთხვევაში უზრუნველყოს სააგენტოს ინფორმირება და მოახდინოს ცხოველის ვეტერინარული მეთვალყურეობა იზოლირებულად. საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს მისი მყისიერი დასუფთავება. აანაზღაუროს ცხოველის მიერ სხვა პირისათვის მიყენებული ზიანი. ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში დაცემული ცხოველის გადაყვანა მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან 2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონის მუხლი, რომელიც არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისათვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარებას კრძალავს. კერძოდ, აკრძალული იქნება ყურებისა და კუდის კუპირება, ეშვების ექსტრაქცია, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, სმენის დაქვეითება და ხმის იოგების გადაჭრა.